გალში შექმნილი კრიმინალური ვითარება ეს არის მთავარი თემა, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შემუშავებული კომისიის ხდომაზე განიხილეს. მხარეებმა აუდიენციაზე 4 მარტს განმუხუში პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის ფაქტზე ისაუბრეს. აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა თავდასხმის ფაქტი აღიარეს, თუმცა ამ ინციდენტში მათი მონაწილეობა უარყვეს. დღესვე კომისიის ხდომაზე ქართულმა მხარემ 2011 წლის 2 ნოემბერს აფხაზეთში თამარ ბიგუავის გაუჩინარების საკითხი დააყენა. აფხაზურმა მხარემ ძებნის პროცესში ჩართვაზე თანხმობა განაცხადა. გალში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 24 აპრილს გაიმართება. ჩვენი შეხვედრაზე განხილული იყო რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის იყო უპირველეს ყოვლისა ბოლო პერიოდში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ გალის რაიონში განსაკუთრებით გაუარესებული კრიმინოგენული ვითარება. ასევე საკითხი იყო დასმული 4 მარტს განმუხურში საგუშაგოზე მომხდარი თავდასხმა. ამასთან დაკავშირებით აფხაზურმა მხარემ ინციდენტი დაადასტურა, მაგრამ მონაწილეობა კატეგორიულად უარყო.